ახლა ტვირთავ დანიელის ვიდეოს ბანაკში გახლდათ და მოკლედ მისი შთაბეჭდილებები და ასე შემდეგ და სანამ აიტვირთება მინდა გითხრათ ის რის თქმასაც ვაპირებ ახლა ნახეთ ვიდეო რომელიც თავდე მოკლედ გიხსნით ყველაფერს რა თქმა უნდა გამლანძღეთ ანუ იცით როგორ მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის იმიტომ რომ სიმართლე საშიში არის ანუ რეალურად თქვენ თან ნანიკოს კი არ იცავდით მაგრამ რაში გაინტერესებთ ანა ბარბაკაძე ნანიკო თუ პეტრე თუ პავლე თქვენ გაინტერესებთ თქვენი თავი ახლა დღეს გახსოვართ ხვალ არ გემახსოვრებით, მაგრამ ყოველთვის გემახსოვრებათ ის არასწორი ქმედება, ის ნეგატივი, რაშიც იყავით. გესმით და ამიტომ ამას როდესაც ნახეთ არ ცოდვაო, ხო? როდესაც არის ხო ასე გეპატიება, მაგრამ როდესაც ანუ ელოდები, როდის მომწიფდები, როდესაც მიხვდები, მაგრამ ანა ბარბაკაძე მოწვათ გაჯახეთ ყველაფერი, ანუ რას ნიშნავს უკვე იცით და იცით დაჩქარდა თქვენთვის ყველაფერი ცუდიც და კარგიც, გესმით? და ესეც ყველაფერი თქვენთვის ხდება, ხო? და ამიტომ სულმა ხო იცის სიმართლე და უცბად მე რო გითხარით სიმართლე, დედა, ახლა ხო ვეღარ გაიმართლებ თავს, არ ვიცი, იმიტომ რომ გითხარით სიმართლე, გითხარით ყველაფერი და ამიტომ ვეღარ გაექცევით იმ ნეგატივმა კარებზე მოგიკაკუნათ. ამისთვის რაც უნდა წაშალეო ვიდეო და რაებს აღარ ამოფარებული არის თითქოს როგორ განვიხილე ახლა სუხის ცხოვრება, რომელიც ისედაც საჯარო არის, მეც საჯარო მაქვს და განიხილეთ, კაცო, ამისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, ამისთვის ვიღებ ვიდეოებს, რომ განიხილოთ და გამოიტანოთ, დასკვნა გააკეთოთ. აბა, მაშინ არ გადავიღებდი არაფერს. ხო და ვიქნებოდი ჩემთვის. ხო და თქვენთვის ვიღებ, ხო? რომ მართალს და მტყუას მიხვდეთ. თავად გააკეთოთ, გამოიტანოთ დასკვნა. და რისი თქვა, ახლა ჩემო კარგო იცვლება ცნობიერება. ნახეთ ყველაფერი როგორ ვცხოვრობდით ადრე? ისწავლე, იმუშავე, პენსიაზე გადი. ახლა ეს იცით როგორ იცვლება? ახლა ითამაშე, შეიცანი და შემოქმედი გახდი. გესმით? მოახდინე სასწაულის შექმენი, გაგვაბედნიერე და გააბედნიერე საკუთარ თავი. ნახეთ ეს სახელმწიფო ისე არის მოწყობილი, მოკლედ ეს სწავლითი სისტემა და მოკლედ ბევრს არ ვისაუბრებ, თქვენ შეგიძლიათ დაგუგლოთ, რომ შეექმნათ მონები და არა შემოქმედი ადამიანები. ნუ მე რა ასე იყო ადრე. ახლა იცვლება, ვიბრაცია, ყველაფერი იცვლება ადამიანებო. შესაბამისად იცვლება ცნობიერება. მე თქვენ რომ რასაც გეუბნებით, თქვენ თვითონ ხო იცით რომ სიმართლე არის ეს გეწვით. იმიტომ რომ იმდენად არასწორად იცხოვრეთ, რომ მოგიკაკუნათ ყველაფერმა და აგეწვათ და კარგი რჩევნიათ, მე ჩამქოლოთ, მე მისძახოთ შამაგირო გამაჩუმოთ. თქვენ ეს ხამცახილით გამაჩუმებთ მე ადამიანებო, ჯოჯოხეთიდან მოვდიო რუსიყვარულო და ბიდან მოვდიო. მე რომ მოვდიოდი რაღაც სიცოცხლიდან რომ მოვდიოდი, ანუ პირობა სიყვარულიდან, ხო? მაშინ კიდე და არ მეწოდინებოდა ეს ყველაფერი და დავითრგუნებოდი. მაგრამ მთელი ცხოვრება 5 წლიდან რასაც ახალ გეუბნებით, ამას გავიძახდი და თქვენი აზრით ეს ყველაფერი არ გამომატარა ღმერთმა? რა თქმა უნდა კი, ანუ მომამზადა დღევანდელობისთვის, ხო? შესაბამისად, აი წამითაც არ დავითრგუნები. საკუთარ დედა მეძახდა შმაკს, იმიტომ რომ არ ესმოდა ჩემი. და ახლა თქვენ თუ დამიძახეთ, რა გამიკვირდა? გესმით, მზად ვარ. მთელი ცხოვრება მზად ვიყავით. ამიტომ არც ერთი სიტყვა არ შემაშინებს თქვენი. და რატო იცით? იმიტომ რომ მომამზადა ამ ყველაფრისთვის, იმიტომ გამოვიარე ამ ხელა ტკივილი, რომ თქვენ ვეღარ გეტკინათ. აი ესე სიტყვებით ჩემთვის, რომ გაგეჩუმებინეთ, რომ დაგემალათ თქვენი შავი ფიქრები. ვერ გავჩუმდები ბატონო, მაპატიეთ. ავანთე შუქი სიბნელეში და მაგრამ ჯერ ჩემ ჯოჯოხეთში ავანთე შუქი, გესმის? რითი დემენციით. ამ უდიდესი ტკივილით და მადლიერი ვარ ღმერთის. ამიტომ ვერ ვჩუმდები, იმიტომ რომ მე მესმის თქვენი. და რაც არ უნდა ჩამქოლოთ, მაინც გეტყვით სიმართლეს. თუმცა გადაამოწმეთ. ვიცი გეშინიათ. ამიტომ ვცდილობთ ჩემ ამდენი ნეგატივით გაჩუმებას. მე მესმის თქვენი, მაგრამ მიცადეთ რომ ახლა ყველაფერი იცვლება. ახლა შიშიდან გადარჩენის ინსტინქტებიდან მარტო აი მთელი ცხოვრება ამაზე ქონდა აწყობილი. გამოვდივართ. ახლა ღმერთის დრო არის. ახლა უნდა იაროთ ღმერთით. წავედი, აბა დროებით.